მე თუ ჯაჯანიზე შოუში არ ყოფილვარ და მაგის გამო ვარ მიხარია რომ არა ძალიან მიხარია ეგზოტიკური გველით სტუმრები გინდა მეც ხო შე როგორი გაქვს შე პატარა გაქვს მე დიდი პირში უდევს კიტრი ხო ნანახი კუტო კი პირში რო გიდევს მე დამირეკა ვარდოს საინძებ და მითხრა რომ წოველათო თუ გინდაო რა მართლა შევარდნაძე ყავდა მაკლერად და რან გაკი ვაიმე ამა შაკოლავე ვაიმე არა მოჭრა მკიდია მე ისვიცოდი ადრე ქურდის კაიპით მონათლეს ვიცოდი ხო ეხა არის იმე დისკორდი მე ვიტრი ნეპალში არ შეძისკოდი თაყვანი კაცი ბაფედი მაგარი კაცი ძალიან იჭიერი აი რა მოგწევს ბელიში გორი ტროკი აქვს ამას რაში იყენებ ხო მიკროფონი არა ეს შენი ყოფილა ბენი მოიცა ეს შენია მოიცა აი ესაა ჩემი ბენი მაგარი კაცი ხარ ბენი აბა რა დღეს ვართ ადამიანთა რომელსაც ავტოფარეხში მანქანები აღარ ეტევა ადამიანი ოპა რამდენი მანქანა ყავს არა გასაყიდებია ყველა მაგრამ ბევრი აუ შემრჩა დასაყიდე ეხა არის როგორი თემა იცი მანქანები აღარ იყიდება და თუ იმეს გინდათ BMW 335 450 ცხენით, კარგი დისკებით, კაი საჭით, GT performance-ი, ესა დანასტროიკებული, კარობკა დანასტროიკებული, გასთეიჯებული, შავში, აუ რა მანქანა იცი, აი ესე იგი, ანუ როგორი კაცი ყიდის მანქანას. არ გინდა? როგორი, ანუ ეხა ამ კაცს Chevrolet Volt ჰიბრიდი. Volt უკვე ხვალ მოდის კლიენტი. გაიმაზა და კიდე რას ყიდე? არა, მეტი აღარაფერს. გავყიდო ახლა. მეტი აღარაფერს ხო. ახლა დაგიგროვდა რამდენი? ერთი საიდუმლო. არა, ბოდიში, ანუ ამ კაცისგან იყიდი მანქანას ენდობი ამ ადამიანს. აი ეს რა ფოტო არის გეხვეწევი ამ ახსენი. აი ეს ფოტო. ეს კაცი BMW-ს როგორ ყიდის ბიჭო? კარჩე ეს არის ერთ-ერთი გადაღებიდან ფოტო რა. ანუ არ არის რაღაცა მე არ ვცმია და კასპში არ გავთხოვილვარ. რამდენი წელს ხარ აქ? 12-ში. 12-ია ეს ბიჭო? როდიდან გვართმევენ ქართულობასა? ჩემი მე ეგრევე დავიწყე. ვიღაცები რომ ეხა გამოიჭირე. ეხა რომ ვიხლე deep state. ეგრევე დავიწყე რა. და აქ რა ხდება? აი ეგ რომელი ზვიო რომელია? ეგეს 12-ია თუ არ ვწდები ან 11. ზვიო რომელია აქედან შე რომელი ხარ აქ? ძმები რომ მქონდა. ახ ერთი ლუპაში იწენის ხინკა. ეს სპეციალურად გაგვიკეთა ერთმა პროდიუსერმა გადაგვიღო და კრეატიული ფოტოა რა. შენ არა რა მითხრა იცი? კაროჩე ისაო რო ეხა შენ გავხარ ზვიოს ისე. ხო, ბავშვებს. ინსპირაცია. შენ და ზვიოზე გავიზარდები ბავშვობაში. ის გავიზარდე, კაი იყო. ხო, მაგარია. მე მერვე შუტკა არის. მე-6 გადაცემაში უკვე მერვე შუტკას ამბობ, გავიზარდეს რო ამბობ, მაგარი შუტკაა, საღო. ისა ადამიანმა თქვა რომ ძალიან მიხარიაო რომ გავმელოტდიო. რატო? მე სექსუალური ხარ თუ? არა, სექსუალური ვერ გავდებ თავს, მაგრამ პენი დადები? კაროჩ ძალიან რთული მოსავლელი თმები იყო რა. ესე იზრდებოდა, ესე ხო იზრდება თმები. ესე იზრდებოდა რა, გვერდზე იზრდებოდა. და მოკლედ რო ვიჭრიდი, არ მიხდებოდა გძელი რაღაც ესე იზრდებოდა და კაროჩე ანუ აი ტანჯავდა იმენა რა, ცალკე ამ მაიგ მარტო თავზეა ეგრე ამის დაბანა სხვაგანაც, მაგრამ მაგას ვიტანთ. შარდა რო ყავბოს. აი აქედან შევა გამოვიდეს. გამოგიგიტინოს. რა ეს რამე ხება? იქ რო არის ზოხანში რა, ხო იცი? ნახეო რა მხელაო და რა ჩობროსო არა კაცო ბუჩკზე გეუბნები. დიდი უნდა კონდეს. ბიჭო ისა და ბუჩკი თავი ცოტა ისეთია რა და ესე ჯობია. შეშლილი მესნერის ვარცხლობა ქონდა მოკლედ, ანუ გვერდზე გადიოდა ესე რა. ესე ჯობია ეს. ისე რამდენი ადამიანი იცით ვისაც აი იმენა მელოტი უხდება ქართულად. გადაიპარსავდა ეგად. ხო მე მეგონა ცუდი თავი მექნებოდა და არც ისეთ ყველაზე ქართული მელოტები ვინ არის? დავაი თქვა. დავითა. ყველაზე ქართული მელოტები. დავითა და ძაღლები. ძაღლები უეჭველი თან. აი მე დავითას გრძელი უკან გადაწეული თმები მახსოვს, ქერად. აუ არა, იმენა ტიპს ესე მელოტობა უხდებოდეს. ხო და ეხა ხო აი რო შეადარო მე ჩემზეც ხო ესე ხო არა, ესე ჯობია, ბევრად ჯობია. აი ლამაზი მელოტი კიდე სინედო კონორი. სინედო კონორი. ეს ალბათ ქართველია სინედო კონორი. არა, ირლანდელი ახელია.
კახელია ალბათ. ხალი? ხო გახსოვს. მაგარი სიმღერა. გადაპარსული ქონათ. ვიცი, კი, რა ქვია მაგ სიმღერას წაიმღერე შენ გეცოდინება. მასტუბილა, არა ეგ არის. დავიწყო. მასტუბაცია? მაშინ უცხოელოდა თუ არის, შეჩემა ვინ დიზელი. ვინ დიზელი, რაის დიზელი მაიცე. დუეინ ჯონსონი, რავი, ვინც არ წარმოგიდგენია იმენად. დოლფ ლუნგრენი. ნიკო. აი ხო მაინტერესებს რამოდენიმე სტივენ სიგალი. მარტო ვინ არის ქართლოსიპათურები? მე ვამბობ თუ ვერ შეხო არ გიწყინოს. მაგარი მიმართულება აქვს რა, სიმპათიურები, სექსუალურები. შენ რომელიც მოგიზიდო. მაგარი ყვითელი კაცია, ხო იმე. ყვითლები ჩაი. ნუ ამიგორეთ ბიჭო. ოზი არა. პორტოხლის ფერიპრესა. ხო, ყვითელი. არა, ნარინჯის ფერიპრესა რა. აი ეს არის ჩვენი წარმოდგენა. ეს არის როგორ ისა რა, ანუ ძალიან დავარცხნილი, მოწესრიგებული და შედარებით ინტელექტუალი გურამ მარუთინაშვილი. ხო? ხო. აი ეხლა დაგვარტყა ბატერმა გიასურა ველაში. შედარებითო, ბიჭო. შედარებითო. ანუ გაცილებითო. შედარებითო. არა, ხო, ეგ ძალიან ყვითელი ხარ. შენია ხატია წერეთელი უნდა დაეჭირათ. ისე ვიბაჟო. ისე ხატი წერეთილი დაეჭირეს, ხა შენ რაღაც კონტენტი არ უნდა დაეჭირა. არ უნდა დაეჭირა. არაფერი არ მომაკდა კაცო ბოლო პერიოდში მე მაგათთან ისე ვიყავი. ბოლოს იცი სად ნახე ხატი? ნახე იმაში რა ქვია, ელიავაზე, აი ფანერები და ისინი რო იყიდება, ხო იცი და იქ იყო მისული და ძაღლებისთვის, ქუჩის ძაღლებისთვის აკეთებინებდა სახლს. აუ, საპარე. ხატო ტიპია რა და. ბიჭო, არა, მე ცოტა. უბრალოდ რა არის, იცი, რაღაც პონჩი მე შემეცოდა, რომ ყველაზე ხარ ეგეთი თემა იყო რა, თუ მართლა იყო და ხდებოდა ეგ თემა, მე არ ვიცი, მაგრამ ნუ არ არის ისეთი რა. აი ბორდელში თქო, პარას გავეღადავე და არა ხატიას. არა, მე ესმის კაცო, ესმის. ახლა შენ რო ჩემზე ბულერი რო გაიჩით ამ მომენტში ხვდები? კი, და აურახე. კი. სექსუალური ვინ არის შენთვის, თქვი? ბიჭო, არა, მოიცა. გურამ მარუთინაშვილი არის სექსუალური. არა, ხატი წერდა ცენტრში რაღაცა იყო. ხალბატონს ნიჭიერში გავიდა ხატია. ნიჭიერში იყო ხატი. კი. ხატიას crazy მევასება მე. მე ნაშაბიჭები მევასება. ქალაქში მომრავლდნენ ნაშაბიჭები. მე ის ფოტო ყურძნები რო გამარებული რა ვიცი. ანუ ხატია წერეთელი ნიჭიერში იყო გასული. იქ თქვა რომ მასაჟისტი ვარო რა და ხო, ახლა გამახსენდა ხო მანდაო. მე ნესიმაქო ჩემი. ხონდა მაგას მასაჟისტისა. მე არა ვარ ნავ. იმათო ირონიულად დაიწყეს რა გადაობა რომ მასაჟი და რაღაც ეგ გადაავებიან ვითომ რა და რაღაც ხვდებით რომ მე ხო მახსოვს ხა ეგენი როგორ მუშაობდნენ და რაღაც და ხო და ქალბატონი რავი რამდენი წელია ამასო თავისი მასაჟის სალონი და რაღაც და ეხა პროსტიტუციის მუხლით ბიჭო არა დაჭერა ცოტა რა არის არის ვიდეოში რა და 50-50 აი გარი თუ არ არის რა გავს რა აი დაბლარულში რა არ ვიცი ბიჭო აი ხა ტყუილად ეგეთ რაღაცაზე არ დაიჭერდი მე ბოლოს ცოტა გასაკვირი არის მან ქალისგან ეგ ხო მაგრამ სხვებიც ხო არიან მე მახსოვს კვარიათში მოაწყო TikTok party ხო იცით ეგა რაღაცა ხატა შორის ხატია მე უფრო სხვას დავიჭერდი ხატია ნახდათ არ არის რა შედარებით კი არა კარგი ადამიანია ესე კაი ადამიანია რა ცუდი ისა აი ბიჭო მხიაული ნახე ნებისმიერ ივენტზე ხო სადაც ხატია და რაღაცა გაჩითულა პირიქით სულ კონტაქტში შემოდის რაღაცა შენ ხუმრობას ზე იცინის იგებს და შენ ვაფშე ვერ შეადარებ ვინც დასაჭერია იმას ბაზარი არა ანუ ხატი ძალი არ არის ბოროტი რა სკრინები ჩამიგდეს და დაჟე დამირეკეს რა რომ აგერო ეხლა გამოძახებული ყავსო ვინგაც ის ტიპი რა ტიპი თუ ეხლა რო გადაკეთდა ხო ვიცი აუ რა გვიან დავეწიე ბიჭო ლიკა ქვია ხო და რა გვიან დავეწიე ვიზეს არ გირჩევს რა ვიცი ბიჭები ხო ის არა მე ვერიდებ მაქსიმალურად ხო არა ხარ სხვანაირი არა და რა ჯერ არ წავრთმევთ ქართლობა ხო ისა პირდაპირ სტრეითები აუ რა ძალიან დებილი არა მე ხოძება კაი სხვანაირი ბიჭო შეიცვალა არა ხო ნუ მაშინ არ გინდა მაგრამ ვინმე ახლობელს თუნდა ჭევა მიცე 300 ლარად არის როგორც ვიცი იღება 300 ლარად იღება რა იღებს 300 ლარად იმენა
აი ბიჭო, ერთი სხვა შორის არა. და დაჟე ბიჭო ფოტოც დევს, არ კი არა ერიდება და რაღაცა, ანუ განყოფილება, ტრანსების განყოფილება შეგიძლიათ, შეხვიდეთ. ვინც ხართ, რავი, მაგის მოყვარული. შეგაახსენე? რა, გინა ფოტო ამო. არა, ბიჭო, არა. თუ გინა მე გადაცემს გადაცემს. ისა, რა ქვია, ზიმენა ძალიან პანიკიორია და რაღაც. ხო, შენთან მინა ყველნაირი ადრე რომ ვიღადავთ, გახსოვს მაგთი შეწერას ვიღადავთ, რომ 100-ას გამომწერზე მოიწვიეს შენთან მეთქი რა, გადაცემაში თქო. რა ასა. როგორ მოიწვე ხო, მაგრამ. არა, ძალიან საერთო. მაქსიმუმ გამოიძახო. ხო, და ხატია წერეთელი, არის ადეკვატური ადამიანი, არა, რომელიც მართლა. გაიგერა თქვა ბიჭო. სამასთან და გიზავს თურობა მაგის. ხო, რა ხის ისე, რაგი. ჩევიდა დავაკეთოთ. გავფრენკო, ცოტა პოდკასტში დავისვათ. აუ, მაგარი. არა, ეხა დაკომპლექსდება ეგ, რომ ეხა აუ, აღარსა და ღარიბის, ხო? იulis ხო? მარტო უსკოლებელი. Background check არის. ნუ ჩაუგდებთ ბიზნესს, მე მგონი ერთ-ერთი ბიზნესია, რაც შემორჩა რა. აი. კონკურსები და ისინი ვერ გაამართა ეთქობა და. აუ, ეს როგორ დაიწყო მოვარის კარიერა? მოვარს დაუძახეს სერიოზულად რა, ერთ-ერთ სიუჟეტზე, რომ აი იცით მავანის კარიერა კი არა ეგ კარიერა აი მაგ ტრეშ კამანდის ხო თორე ისე კარიერა ამის გაიგზინ დაიწყო შეგაბადებული 20 წლის ელო ტოფაძემ გამივცელა კიტრის ფოტო კიტრის როუჭამ ელო ტოფაძე ჩემს მოკაცა გამივცელა ბიჭო უტომოსო ჯგუფში ელო ტოფაძე არ შეუგდია ეგ ფოტო კიტრის არა მე ელო ტოფაძემ დადო ისო მომავალი ლეიბორისტიო და ის რა ქვია ბოლოს არის ისაა შენი ხო და ლეიბორისტებში რამდენი წლის იყავი არა დიდი ვიყავე კაცო უკვე მე ჩამოყალიბებული კი ჩამოყალიბებული ჩემი აზრით ცოტა მანდ ვინა ყველაზე კაი ტიპი მიშკა ქუმსიშვილი ახალგაზრდა სამშობლო ეგ არ ვიცი მოკლედ 9 წლის 22 წლის ვიყავ სხვა ისეთი ანუ ჩემ ხელა იყავ აი ეს ლიდერებს გულის ეგ არა ლიდერები არ მომწონს რა მიშკა ქუმსიშვილი მომწონს ან მე ლიდერებს არ ვაღიარებ რა არ მომწონს ლიდერები არაფერში რა მე მგონი რომ არ მომწონს არც ერთი ლიდერი არ მომწონს ბოროტეი მგონია ყველა გუგავა გუგო ადამიანურად მომწონს პირველად მომწონს იმიტომ რომ ვიცი რომ ღარიბი ტიპია შალვა გუგავა და ერთი დარაჯი იყო მათ წყალი გაგომასხა ზევიდან მახსოვს ხო ბიჭო რა ვთქვა რა ვქნა ახლა გეტყვით რა აუ ბიჭო არ ვიცი ამდენ მოსაყოლი არის რა მაგრამ მე ხო ჩავწერე ახლა შალვასთან პოდკასტი რა ახლა პოლიტიკური პოდკასტი არის ხო შალვას მაინტერესებს ვაფშე ხო არ იყო ვაფშე არ მიხსენებია პოლიტიკა აი საერთოდ დაჟუ ხადაობდით რა აი დაუნვიდიქტეიტეს და იმებზებაზე ხო და ხო მივედი ჯერ ამათ ოფისში ხო მივაგენი ზრის რაღაცა რა და მაგის პასუხს გეტყვი მე მიდი და ხო მივედი და პროსტა ახალგაზრდები ნებიც იყვნენ რომ გამეხილა რას ვილაპარაკებდი რა საერთოდ და გამოვდივარ და ხალი მეუბნება მიშა მანდიყო მიშაო მანდიყო და ქუმსიშვილი ალბათ კარგი ბიჭია ძალიან ბიჭო არ ვიცი ვინა ხო და ახლა აზრზე არა ვარ რა და ასე ვიყურები და მიშა და ეგრევე მიშა და გამოვდივარ ამათი ოფისიდან ხალი ასეთი თვალებით მეყურებს მიშა მანდიყო მიშაო ქაბატონო რა მიშა მეთქი თავი დამარებეთ მეთქი რაღაცა გადაღებაზე ვიყავ შემეში მეთქი რა მიშა რა სახსენებელია ჩემთან მიშა მეთქი ეგ მიხსენა არ ვიცი მეთქი მაშინ თქო აუ ბიჭო საწავედი ოფმა დამასხა მეთქი ქაბატონო თავი დამლაგებელი ყოფილა აუ რა შემწვა ქალს კინაღა ისტერიკები მოუწე ქუჩაში აუ ძალიან შემწვა აუ რა დავკარგე ძალიან ბევრი ის ქალბატონი ალბათ გიყურებს ახლა ჩვენ და ძალიან მეეჭვება ეგ ხო აი როგორ ძალიან მეეჭვება შენ აზე არა ამას ისე თქვით ალბათ გიყურებსო ძალიან რენდომი ადამიანი აუ ვიღაცა ძალიან აზე არა მე რაღაც ძალიან რენდომი ზეთკი ვაფშევი ამაზე რენდომს ვიტყოდით ბიჭო ეს ელო ტოფაძე რა წეგამ საუბრობდით აი ეს ხო ამოგვიყარა ყველას ფოტოები რა ოდნოები გადაქეკა აშკარად ყველასი ბევრის ყოველ შემთხვევაში ჩემი არა მაგრამ უეჭველიც დედა ჩემის და ვიღაცეების ნაცნობების ხო და ვახომაც თქვა და ეს მაგაზე ვიდეო რო გაკეთდეს არა ანუ ხო მივმართავთ ელო ტოფაძეს თუ ტოფაძე ელო ტოფაძეს მივმართავთ რა თქმა უნდა ვიცი ბიჭო ელო ტოფაძეს მივმართავთ რომ ვიდეო გააკეთე მაგაზე ბავშვობაზე ფოტოები ამოვა და იქ გიორგი კალატოზი იქნება მე ვიქნები და ლუდი გამოუშვას ბოლოს ხო რა ლუდი ტოფაძე
ხო და კაი იქნება. ჯაზბეგი გამოუშვა. ბიჭო, მარტო იმაზე იუთუბერებზე კი არ გააკეთა, PvP-ს რეპერებზეც გააკეთა. ტოპაძეც იყო ლუდი თუ გახსოვს. ახლა? კი. აუ, მაგის ცივი ჩაი გახსოვს? კი. აუ, ატმის როგორ მიყვარდა. მე ბახსოვს ბაიხო. აუ, რა არ შემოვა სპონსორად თუ რა. ყაზბეგის ცივი ჩაი. ჩვენი სპონსორი. წეგან რამდენჯერაც ვინა ჩვენ სპონსორი? ჩვენ სპონსორი არის ფრიქსი, ჩვენ ჩიგერები წამოვიდნენ ხართ ფრიქსი, მოგაიხარეთ. ჩიპსი, ქართული ჩიპსი, ჭამეთ ფრიქსი, იო. აი ბავშვების ფოტოები ხარო და დუელი. გამიხარდა რატო რა? რაღაცა მხიარულება შემოიტანა, რაღაც სხვა თემაზე გადავიდა საუბრები რა. სულ ვინა ნეგატივი ძალიან ბევრია ხომ ამ ბოლო დროს, მაგრამ სწორედ ეგეთ რაღაცაზე საყვარლობა არის. შამპანოზე როზი ხარ? ხო რა, ოზი მიწისა, შამპანური არ იყო ერთად. კომენტარებს გითხარი. პირში უდევს კიტრი. ხო. ნანახი ფოტო? კი, პირში რო გიდევს. პირში მეტევს კიტრი და ოზი მიწევს კომენტარებში რომ კი, მაგრამ ლიმონადი უნდა იყოს ამ ფოტოში და შენი აზრით რაზე ზივარ მეთქი რა. ვერ ეთყოდა. თან ეს მსუქანი ვახოს პერიოდი არის, ჯაჯანიძეს არ იყო. ხო, იმას ქენი თავზე და არა, იქ უფრო ადრე არის. მანდ უფრო არა, იგივე ჯაჯანიძეს ხარ ნამყოფი გადაცემა. სუქნად. მეც ვარ ერთხელ ნამყოფი და ამოჭრილია ერთ სადაც 35 წამია დატოვა. შენ ვიდიყავი მოწვეული, ანუ ვიდ. მავანით. მავანით? კაი, სუქნად ვარ. მე უნდა მე შემილია რომ იმას ქნო. მე კიდე მიმიწვეს რაზე იცი რომ ის ერთხელ მემსული ყავი. შემილია თქვა რა ამოჭრეს. რა, თქვი რა გთხოვ, მაინტერესებს. ჯაჯანიძე შეეგო. მოდი მაშინ ჩვენ შორის ვინც არ ყოფილა ჯაჯანიძეს შოუში ის გაწყობთ. მე თუ ჯაჯანიძეს შოუში არ ყოფილა და მაგის გამო ვარ მიხარე არა ვეხარე ხალხო. არა ძალიან მიხარი. რატო იცი თავის შეცოდე? აღარო მომიწვიოს არ ვიცი. აი ამის ასაკში მეც არ ყოფილი. დარწმუნებული ვარ გიან ჯაჯანიძე ახლა გვიყურებს. მოგიწევს. რად? ბიდ. რად არ ვიცი. ლედ მომიწევს. რავი არ იქნება უცხო მაგ გადაცემისთვის. დამშლელები რომ მოიყვანო რა. დამშლელები ვინები? შენ რაღაცა მანქანის დამშლელები რო არის იმათი ხალხი და რაღაც სხვადასხვა დამშლელები. ჯობავა. რა იმით მოიყვანოს ხო რა ხო დამშლელება. მან რავი პროექტის დამშლელი იყო. აუ ბენია მაგრამ გწირავს კაცი. თქვენი ყავით ბოზები და ისიც რაღაც ის ხო არ ყავდა ნათენ ხილველიც. რავი 1000 ყველანაირი შეგიძლია. შენ მომისა შენ პროსტა უთხარი რა გინდა და იმის გარშემო აშენებს მე გადაცემა. ფეხსაცმლის გამო დაჩაგრული სტატუსი. აი დაჩაგრული სტატუსით. ჩაგრულები. გია ვიცი რომ გვიყურებ. გია ვიცი რომ გვიყურებ ახლა ბულინგის ხვეპლი ვარ. ხო ვინა ბულინგებს მომბა. შენ. აუ რატო იცი ბიჭო აი აუ რა დამპალი უყურებ და ხო მართლა იჩაგრება რა. ვაიმე რა დამპალი კაცი იცი რა არის? მეწოდება და როგორი თემა იცი? წეგან ხო გასოს რომ შემოვიდიოდი ცრემლები რომ სანამ ეს მოვიდოდა აქ ლოკაცია. ეგ გარეთ ხო, მაგრამ მე ხალხი რასაც ხედავს. არა ბიჭო, რაც გადაცევის მე ეკრანიდან მაქვს ნანახი. თან ბერი ბიჭო, ხო რომ ნახე რა მაგრამ შევაცოდე ხალხს თავი, ეხა ნახე გაგინონ და ბიჭო. აუ რა ფერისტია ბიჭო. სკრინი ამოვანათო? სკრინი ამოვანათო? მე ერთადერთი ეგ გითხარი. სკრინი ამოვანათო? მე ეგ გითხარი რომ გავინაზე მეთქი იმაზე. გავინაზე აი ბენი იმაზე მეთქი რა ქვია. წარეზე გავინაზე მეთქი ერთი ეგ ვთქვი. ანუ ბიჭო რა დამპალი არის ბიჭო? ბიჭო მართლა ცუდად ვიყავი, მაგრამ ახლა რა მექნა შეჩემა ის დამეწყო ხელფეხის ქნება დამეწყო. დედას ვარ მიქავებოდა. მე იქავებოდა ხელფეხი. კალასთან რომ წარიჭა. ხო, ბიჭო. ალბათ ალერგიული რეაქცია გაქვს. ბიჭო, კუჭზე არ შეიძლება რა, მე რო 4 მილიონიანი ჩიფსი ვჭამე, მაგის მე არ მეძინა ერთი თვე. ამას ფათაშორის გადავრჩი, ძალიან გადავრჩი. 1-2 დღე არ მეძინა მარტო. ხო, ფიზიკურათაც იმაშვებით. ფიზიკურადაც ჩაგრავს ნამდვილად. ბიჭო, მორალურად. ანუ შენ თქვენ ყავთ ეს როგორ იცი რომ ცდით რა, როგორც ადამიანს, როგორ შეიძლება. სადამდე შეუძლია ადამიანს გაძლოს. და ამისგან რა გამოვა ბოლოს, ხო? საცდელი ვირთხავარ ამას. არა. ბენი მე მიყვარს პროსტა ესე იგონებს რომ ვითომ ვაბულინგებ. ეგ როლი აქვს. ხო, რო ანუ ინფლუენსი გაიზარდოს და ხალხი სიყვარული აი მე მჩაგრავენ. შეცოდებით? ბენის გაუსპამოთ. ვინმე შევეცოდო ერთი და დამასპონსორეთ. გულები. აი 1 მილიონით. ხაო თავები გაუსპამოთ ბენის თუ შეიძლება. თავები. აი ეს ორსული კაცები გაუსპამოთ ვახოს თუ შეიძლება რა. ორსული კაცები.
აი რა ბაგარი ემოჯია ორსული. ბიჭო, მე მირეპლაიები ხოლმე TikTok-ზე სულ ის რაღაცა broadcast channel-ები ხო შეიქმნა და ავტომატურად რო ვდებ ვიდეოს ზიარდება იქ და სულ მაგას მირეაქტებენ ორსულ კაცებს და მე კი ნუ მირეაქტებ ამ. რა საზიზღრობაა ბიჭო რა ორსული კაცი. ის ორსული კაცი გინახავს? მე კი. სად გინახი? ბიჭო, ანუ ნახე ხალი კაცად გადაკეთდა? ხალი კაცად და მაინც დაორსულდა? იყო ეგეთი შე როგორა ფოტოები მაგ. ანუ რა ფოტო სანახულობ ჩემი. მან სხვა ფოტოებიც იქ იმასაც ხوار იძახებ ხოლმე შენ. იმ ბიჭს. მე გითხარი გადაცემის მერე მანახე მეთქი და შენ არ მომისმინე. ბიჭო, რა უცნო რა ჩახლართული რაღაცა თქვა. ხალი გადაკეთდა კაცად, წვერებიანი კაცები რო არის, მაგრამ რეალურად წვერებიანი კაცი იყო ორსულად. რამდენი წელს ვარ? რა შენი საქმეა? პიძა არა, რაღაც დაუვისახა, რაღაც დაუკმაყოფილებელი. არა, 22 წლის ვარ. ერთ თვეში ხდები 23-ის ხდები ერთ თვეში და ვისაც რამე საჩუქარი გაქვთ, შეგძეთ, გამოაგზავნოთ. იმედია ვახო არ შეჭამს და არ წამართმევს და მე გაჩუქე. ესე რო ვზივარ. მართლა? გამოგიგზავნი 300 ლარიან საჩუქარი. არ ცოტა დაწყნარდება. გაბანტულს ხო? არ ვარ ატეხილი არა. ესე კარგი გაბა. მაგრა გაგისწორდება შენს მადლობა, შენ მადლობა, შენთვის მენა გასწავლა. გაორმაგე და შენ თავს მიეცე, აღარ მინდა. არ ორმაგდება ეგ. გაორმაგებულია. მაქსიმუმ გაიყოს. შეხედე უკვე გაორმაგებულია. მე გაიხსნა შენ დავახო. გაიხსნა. როგორ? შენი რამდენი, შენზე რამდენად არა ის. სიმაღლე? სიმაღლე. თავი რო ჩემზე დიდი აქვს ბიჭო, იქ აი ბიჭო. ანუ ესე მარტო თავი ჩემზე დიდი აქვს თავი. თავი, ანუ მარტო თავი აქვს შენ ხელა, აი რაც ხარ მთლიანად, და აი ფეხსაცმელები რაც გაქვს ხო ის ხო ის ბალენსიაგები რაც ხო. როცა 8 სანტიმეტრით რო გიმაღლდებს და მაინც მან მოყოლია დაბალი ხო. შენ მოგწონს ამის წესა ჩაცმულობა? ბენის კარგად აქვს. ვაი ახლა არ თვითონაც ხას უსვამს ხოლმე რომ მეო კარგად იუთუბერებშიო. ბიჭო მე არა ბენიზი კარგად მე ვიცი. ბენიზი ხასლის მანი ვარო. ეს შენ თუ მაქებ ახლა არ ვიცი, მაგრამ მე არ მithkoms ეგრე. არა ბენიზი კარგად მე მაცვია ყოველს. ბიჭო შენ? კი, ბენიზი კარგად მე მაცვია. ბიჭო ეხა უყურე. რა? ბენიზი კარგად არ მოცია. არა, უბრალოდ ნახველი დამეჭედა. და გადასაფურთხებელი იყო ჩაყლავა. რა, ეს რა არ მოგწონს მითხარი. არა, ვინც გეუნდება. აი ფერთა იმაში ხარ, სინთეზი. აი ზმანი ხარ, ყველანაირად. იმენა ფოტოსინთეზი ხარ, ეს წვანენასკები ვაფშე მაგარია. აი ეს შემთხვევით წინდები, თეთრი წინდები აღარ ქონდა და ჩავიშე. მაიკებს რო იცვლიდა. მაიკებს რო იცვლიდა, ხო? ბიჭო, ეგ ხო იცის. შენები იყო ყველა? საო. აბა მაგხელა სადი შეუ. აი. ბიჭო, ის არის რა, კომენტარები, ან რადგანაც ერთ-ერთი პირველი გადაცემა იყო, ბევრი კომენტარი მიდოდა დაწერილი იყო რა. ხო. და 8 თუ 9 კომენტარი იყო მარტო მაგაზე რომ ვახო მაიკებს ატოვის, ვახო მაიკებს ატოვის. და მან სპეკულაცია რა იყო, იცი? სუქანი გასიებული რო არისო, ისო ძალიან ბევრს იოფლებაო რა. და მაგიტო იცვლიდა. აი ერთმა დაწერა. ხო. ბევრს იოფლებოდიო და მაგიტო იმას კი. არა და ვაფშე არ ვიცი. დედას ფიცა, ხო და არის მართლა არის. ანუ ვაფშე ადამიანი არ უყურე. მე ვიცი ოფლიანი. მეც მაგრა ვიცი, ახლა ვიწურები ცუდადაო. ხო. ახლა ავტოგრაფი, აი რო ეს კაიკასთან ვიყავით გადაღებაზე. ეს კაიკასთან ვიყავით გადაღებაზე რა და ძალიან ცხელოდა იქ. მე იმ კაცმა კი გამოგაგდა. რატო ის იყო? გათბობა არ ქონდა, გაგრილება არ ქონდა ამ ხელა იმაში. რაღაცა არა, ისიც არ ექნებოდა, პირდაპირ გადახურულში იყო, ხო? ხო, და კონდიციონერი ქონდა. კონდიციონერი ერთი იყო, ისიც იმ ადგილზე, სადაც უნდა გადაგვეღო და ვერ თავდა, იმიტომ რომ გაფუჭებული იყო. ანუ წამოდი დიდარი რა. ჩვენ დიდარ ადამიანზე ვლაპარაკობთ, ხალხო, ანუ როდის გავამხელთ? შეუძლებელზე არა, როდის გავამხელთ? ბიჭო, ჩვენ რომ თავის ტკივილი არ გვეზარებოდეს, ახლაც ვიტყვი. რა კი არა, გაქვთ მაგის სირო თქვა? ანუ თავის ტკივილი რო გვეზარება, მაგიტო არა. თავის ტკივილი მაშ ვაფშე არა თქვა. ბიჭო, სხვათა შორის მისი ვიდეოების კომენტარები. აი ახლა ის თვითონ მიხვდება ამას. ის თვითონ დარწმუნებული ვარო გვიყურებს. დარწმუნებული ვარო ახლა გვიყურებს. მე მოკითხვას გადავცე. დისლაიქს გვიწერს ალბათ. ჩორტუ! მე ძალიან მიყვარს. ეგ ადამიანი. დარწმუნებული ვარ. მე ცოტათი გავარ მაგას. რითი? იმედია იდეოლოგიით და მორალით არა? პირველი მაგით ალბათ. ყველანაირად. შემოგევლეთ. მე მევასება. კომენტარები ნანახი გაქვს ჩემი კუმირია. ეს და ამალით. მაგ ადამიანის ჩიფსები რო აკვიდოს ხო შეიძლება? არა. პაზორია. კომენტარები ნანახი მაგ ადამიანის. იცი ვინებისთვის მაგ ადამიანის. მე? უარი? მე კი ვიცი ვიზეც გაქვს თქვენ. კი, ვიცი. ძალიან დიდი ხო არა შემთხვევით. კი. თავსახურიც ხო არა? ბანკები და ისე რომელსაც მოსწორებს უარი გითხოვს? სპონსორიც გითხოვს უარი მართლა.
მე მithkomს და მაგით მაინტერესებს. კი, როგორ არა კაცო. მე კაი ფულს ვთქვი ვარ საკმაოდ. რატო მიზეზი? რაღაც თავის მიზეზი უნდა კონდეს ახლა. ბიჭო, რაღაც ადგილს უფართოვებდნენ და. ხო, აი დრო არა 6 თვიანი დრო კონტრაქტი იყო. ძალიან ის არის. 6 თვიანი კონტრაქტი იყო და 700 ლარი იყო თვეში, მაგრამ მოკლედ რა ეხა არ ვთქვი კომპანიას, არ იყო რა. ხო, არ თქვი. აი კომპანია. ან ცუდი სული იყო? ასე კი. მე ერთ რეკლამაში მიხდნე მაგნის და უარი ვთქვი. ვიცი ხო, ვიცი გიხდით. საღუცნო. ერთ რეკლამაში მიხდნე მაგნის და უარი. მე და იმიტომ და ეგ კომპანია ახლა იმდენად როგორი გეს არის რომ უკვე აი იმდენად მაგ კომპანიას რომ ალბათ მიხვდებით ახლა რა კომპანია არის AI-ით აკეთებს ვიდეოებს, სარეკლამო ვიდეოებს შენ AI-ით. უარი ვთხარი და ხო მე. ბიჭო, არა, YouTube-ი არა. ბიჭო, ანუ ყველა უარს ანუ ეუბნება და მაგას ბოლო კონდათ რომ ეხლა ბენისო. აუ ბიჭო, ანუ ნახე როგორ შეუძლია მოხუცებს. თუ გინდა რომ გადავრჩეთო? მე რომ ესო ტრამპლინი იქნებაო, მაგრამ ანუ ნახე ვიღაცას იქით ხელს იშვერდა და ყვავმა ხა შავი ხარო იმენა. თავიდან რატო ვიყავთ ეს კაცი თუ რა კაი კაცია ეს. სხვათა შორის შენ არ გინდოდა. მოდი ასე თუ მე არ მინდოდა ასე მართალი ხალხი ვარ თორე. არა, მე ვთქვი, მე გახსოვს ოდის გითხარი. თავიდანვე მე არ მინდოდა, იცი რატო? ხო ამბობ, ხო გამოაშკაროთ რა. მიხვიდე იქ. არა, როგორ მართალს ამ. რატო აი რატო არ მინდოდა ყვარა თქვი? რატო არ მინდოდა? ეგზოტიკური სტუმრები. რატო არ მინდოდა ყვარა თქვი? არა, მართალს ამ უსთან. ეგზოტიკური გველი სტუმრები მინდოდა. დარწმუნებული ვარ, ახლა გვიყურებე. ის გულის ხო. ძალიან ბევრია და მაგის. რამდენი ერთი. რატო არ მინდოდა ყვარა თქვი მიდითან? ცოტა ისეთი ადამიანიაო რა. ჩუმი, სკანდალური. აი არა, ბიჭო, ან რა იცი? ყვარა და გურამ გაბუნია. მე გეტყვი ერთ რაღაცას ჩი. მართლა ყვარა და გურამ გაბუნია, იმიტომ არ გვინდა მეთქი, რომ თუ დაგვერხა მეთქი, ყველაზე სანდო ტიპები არიან თქო და ვიცით რომ ნებისმიერ დროში გვი, მაგრამ ეხათან არ დაგვერხა. და მაინც ყვარა გქონდა. ჯიგარი ხა ძმაო, გამისწოდა, მაგრამ ნახე მე რა მაქვს ხა რა. ძალიან მიჭირს ფულში. პოდკასტებში ანუ როცა მე რესპონდენტი ვარ და კითხვას მისვამენ. ანუ ვერ პასუხობ ამ კითხვას. რატო სამარილეში ძალიან კაი იყავ? სამარილეში რა იყო, იცი, უფრო ისე მივედი რა. ვაი, ეგ სიტუაცია აუხსენი ბიჭებს. უთხარი რომ მეთქი ესე თქვა, არ მინდა თქო რა, ეს რაღაცა პოდკასტის სტილი და აი, როდის დაიწყე შენი კარიერა და რაღაცა და ისე ლალი რაც წავიდა მაგათგან ეგეთი კარგი არა. აბა დაწვებული ვარ ლალი გვიყურებს ახლა ლალი გვიყურებს ახლა აბატონ ლალი რაც თქვენ წახვედი სამარილედან ისეთი კარგი აღარ არის გავიგინები რომ ლალი გვიყურებს და ლალი რაც მეც დავიგინები ბოზიში რას ლალი წავიდა სამარილედან ანუ ძალიან კარგია მაგრამ ისეთი კარგი აღარ არის ნახე შენ რასაც ამბობ შენ ნახე პოდკასტი არის რეალურად რაც სამარილია რაც ჩვენ ვართ ძალიან ბევრი ხო და ნახე რაღაც ის არის ინტერვიუ რაღაც პერიოდი ვთქვი უარი რომ ხო წეწამ ჩიპი აქ და ჩიპში ისა რა ხრელი ჩიპში ხრელი ხრელი რა შეგენთ არ შედის ეს შესვაგინა არა თითი რო შედის ხოლმე ჩიპში რა და ეგ შენ არა აი პროსტა რატომ გაფიქრდა ახლა რომ ეგ მომა რა გინდა ბოლომდე რო შედის აი სი გაქვთ თქვენ მაგარი გაქცეული გაქვთ რაღაცა და ვიღაცა ხონა ირბინოს რაღაცაში უნდა შეგაყოფილოთ მიდი იმას მე არ გავორმაგე და იმას მიც всё ხო და რესპონდენტი ნახე რესპონდენტად ყოფნა არ არის ჩემი ისა რა ვერ შვები რა ვერაფერს ანუ მიდი შენ წაიღო რაღაცა იქ ისტორიები ხო უნდა მოყვე რაღაცა რატო ხო და რაღაც პერიოდი ვთქვი მეთქი ცოტა ხანი მეთქი პოდკასტში არ ვივლით ხო და დამაკომპლექსა და ჩვენ მოვიდით არა დამაკომპლექსა 1-2 პოდკასტმა რა იმიტომ აი სულ მე რომ მიწევს ლაპარაკი აი არ შემილია ბიჭო ფილოსოფიური პოდკასტები ხა ის ხო ერთ კითხვას დაგისვავს წამყვანი და აი მიდი და შენ ბაზრო და არა მაქვს მე თან მაგის არც ნიჭი არც არაფერი არ მაქვს რა მაგაში ვარ უნიჭო რა აუ შენ აი ხალხი მიყვარს რარი შენ აი ხალხი მიყვარს ეგეთ რაც შევამე ხოლმე ბიჭო ხო აი რაც შეგილია ის უნდა დაჟე თუ თვითაღიარება რო დაჟე აი სცენარისტებზე რომ ლაპარაკობდით ხო გახსოვს რომ სცენარისტი და პირველი აი მაგალითზე ვიძახი რა იყო რაღაც პროექტები მაგალითად აი შუა ქალაქში იყო კიდე ღამის შოუ იყო მათი რა ქვია ღამის შოუ სტუდიის ღამის შოუ ხო და რაღაცა მოხდა იქ შემცირება რაღაცა პირველი სცენარისტები შემცირდა რა
ხო ხტები ანუ ნახსოვს ეგ ნახე ხო არის ეგ თემა და ყველგან ესე ხდებოდა მარტო იქ კი არა და მე ავდექი და მეთქი ანუ სადაც გადავედი მე ბოლოს სამუშაოდ იქ თქვი რომ მე მეთქი ანუ ეკრანზე ვინა გამოჩენა რა და რაღაცის გაკეთება მანამდეც რაღაცა დავტესტე ჰა მაგრანერულობდი რომ გამოჩდი არა პირიქით რა ვაფშე არაფერი მე რაც ვიყავი ის ანუ რის საშუალებასაც მომცემდნენ რა ისე ტელევიზიიდან რამდენად ძალიან დიდი мотиваცია იყო რომ ხო ხტები რა ანუ მე ჩემს საქმეს ვაკეთებ და მე რო რამე ვიღაცა იქ რო მსახიობს დატოვებენ სცენარისტს არ გამიშვებენ სადღაც იმიტომ რომ მე მსახიობიც ვიქნები რა ანუ ჩანვარ რა ხოაზე ხარ და ის ეკრანზე რო ჩანს ტიპი ის რო აკლდება თემას ხალხი ლაპარაკობს და სცენარისტი რო არ ჩანს და რაღაც თემას აკეთება ხო ანუ ვინ იტყვის რამეს აბა mind blows გეტყვი შენ აბა და ტელევიზიაში მომუშავე ერთ ადამიანს ეხლა ან ტელევიზიაში ერთი ტელევიზიაშია გადაცემა აქვს silver button YouTube-ის და ვის აუ ტელევიზიაში ისა ვიღაცამ თქვა გუში მე ვაფშე მამაშვილი ბაღაშვილი ვიცი რო ისა საიდან აქაა ბაღაშვილი არა ვიღაცამ თქვა და არ ვიცი არა მე ფოტო ვნახე მალამ თქვა მე მგონი მე Facebook-ზე ვნახე ბიჭო ფოტო აუმიგდო Facebook-ზე აუმიგდო ხო ეხა აქვს მე და მე ვიცი რატო აქვს დაში არ ვიცი რატო ის დუო რო არის ბიჭო სიმღერები გეგენ რა მუსიკა რო არის TikTok-ზე დითებს რო ადებს ხოლმე ხო იცი ჩუბინა ეგ ის დუო მაგას უდებს მაგათ სტუმრობა უდებს და აქვს 330,000 ლაიქი ხატაო ბიჭო და მაქედან გადმოვიდნენ ხო რა და იქიდან დაასაბსკრაიბეს ტიპები ხო აი მე Facebook-ზე აუმიგდო ეგ просто юмორნა რო გქო ხო YouTube-ერი არ არის მაგრამ არა ხო მაგრამ კაია мотиваცია უხარია ადამიანს აუ მეც მაქვს მას სახში დავრჩა რა ის silver button-ი მეც ხო ხო შენ როგორი გაქვს ცი შენ პატარა გაქვს მე დიდი აი silver button-ი ახლები ხო პატარებია შენ გაკ დიდი პრობოჩავს ის რა ეს შენ პატარა ხუდი ისე შენ ხო 100,000-ზე დიდი ხანი დაგჭირდა მაგას ბიჭო არა silver button-ზე ვამბობ რა შენ ხო 100,000-ზე ხანი დამჭირდა კი ხო და ნახე ამის დროვერი ბატონი არა ნახე ძალიან სტატისტიკა რა სტატისტიკა სტატისტიკური ისა ოქტოპუსა ძალიან დიდი ხანი დაჭირდა 100,000-ზე ძალიან ბევრ ძალიან დიდი ჰიტასაც მაგას გეტყვი რა მაგრამ ნახე 100,000-ზე ძალიან დიდი ხანი ადიოდნენ და 100,000-ის მერე მიდის სული წინ ყველა ეგრეა თუ მოგზაური არ ხარ ნახე მანდ მე რას ვფიქრობ რა ზოგადად რა YouTube-ზე რაღაც წლების გამოცდილებიდან გამომდინარე სხვა YouTuber-ებისთვისაც ვიტყვი რა არის რაღაცა თემა რომ ბრახ და გავარდება რა რაღაცა და ადიხარ რა 100,000 დაუშვოთ რა იმას კი არ გეუბნები ტეტრისის მაგალითი კი არ მომყავს ზოგადად არა ზოგადად ვიძახი რა თუმცა ეგეც შეიძლება მოიყვანო რო არ დაშლილიყავით მე შეიძლება და უფრო ვრცლად მაგაზე საუბარი მაგრამ ახლა ეხლა რა ხდება რა ტეტრისი დაშლა რა ვის ბრალია რაღაცა აი უყურე გარემოის ბრალი იყო ეგ უფრო ჩემი აზრით უფრო მნიშვნელოვანი არის YouTube-ზე სტაბილური თემა ხო და კი კაია ის რაღაც 100,000 გამომწერი და 200 300 400 მაგრამ რაღაცნაირად უნდა მიყვე რა რაღაცა რომ გაისვრის მაგალითად და ძალიან მაგას გააკეთებ. მე იქ უნდა იარო ესე. ანუ დაბლა რომ ჩამოდის თემა. მე უკვე რაღაცნაირად აი რაღაცა ტურს რო ხურავ. მე ცოტა სტაბილურად უნდა მიყვე რა. ძალიან ქვევით არ უნდა ჩამოდი. რაღაც მაგარი ხარისხის ვიდეოს რო დადებ. მე iPhone-ით გადაიღებ ეგ გადაღებაზე არ არის. არა მე ძალიან ცუდი მაგალითი მომყავს უბრალოდ. ზოგადად ვიძახი რა და არის ხოლმე რაღაცეები გაისვრის და მე უცებ ჩერდება რა და ჩემთვის მაინც მნიშვნელოვანი არის რომ სტაბილურად რაღაცას მიყვე რა. კი შეიძლება რაღაც პონჩი ცოტა ერთი და იგივე აკეთებ და ასე შემდეგ მაგრამ მე ჩემზე ვერ ვიტყვი მაგას იმიტომ რომ რაღაცა ყოველთვის ვცდილობ რომ სიახლე შემოვიტანო თუნდაც აი მასშტაბური პროექტები რაც არის და ამაში რაღაცა ხალხიც იყო ჩართული პოკერის თემა მანამდე რავი სტენდაფის თემაც ქონდა რომელიც ხდება აი რაღაცა ენთუზიაზმის ხარჯზე და ცოტა მეტი აუ ის გოგო მომწონდა ძალიან გამოდიოდა ერთი ძალიან კაი გოგო რა გიხვეწა არის უფრო სწორად ტიკტოკზე არის ერთს მოვყვები რა ისტორიას არ ვიცი ეს ჩასასმელი თქმა ხო არა იქნება
შენ stand-up-ზე ვარ რა, ოღონდ შენ არ ხარ ერთი მაგრამ არის. YouTube-ის პროექტი მთლად არ არის რა, იმენა YouTube. ხო, მაგრამ შენ ხო ეცადე რომ რაღაც ახალი ხო შემოგიყვანო. კი, რატო არა? და stand-up-ზე ვარ და შენ არ ხარ, სხვა ამბობს რაღაც ხუმრობას და ამბობს კანონიერ ქურდებზე. ოღონდ კარგა ხანი მე ლაპარაკი. არა ვარ, არ ესწრები? შენ ესწრები, მაგრამ შენ არ ამბობ. სანდრო ცხადაძე. არა, არც ეგ, არა, სხვა იყო საერთოდ. ხო და ამბობს კანონიერ ქურდებზე ხუმრობას და ბიჭო ვიცი. ანუ შენი კამერამენი მომადგა როგორ იცი? მე და გაბუნიას გვადგას აი ასე. ანუ სხვა კამერამენებს უყურებ, სხვა კამერამენებს უყურებ. ხო, ბიჭო, არავინ არ სად არა და ამის კამერამენი იგე როგორ მადგას? აი ესე მადგას. და იცი ის. და ბიჭო, არა როგორ აიცი ქურდებზე არის ამდენი ხანი ეს ხურები რაღაცები და ბიჭო, აი არა, იმენა ჩვენთან მოვიდა რა და ვაიმე ასე ვარ და გურამას ვეუბნები შენ ხო ამონტაჟი მეთქი ამაზე. კი ამოვჭრი. გურამა ვაიმე და ბიჭო ცუდად ვიყავი ასე ვიყურებოდი აი ასე იმე და გადი მაშინ იყო გურამა მაგაზე? კი. აღარ მახსოვდა. კაია. არ ჩავსო, ხო? ეხლა აღარ იქნება სამაგერად. რა. აი ექსკლუზიურად მეგობრებო, თქვენ ნახეთ როგორ დაკარგა გურამ გაბუნიამ ერთი სამსახური. არა. დარჩა მარტო სამარილეზე. მე გადავიხდი. ხო, რო თვითნებურად იგებს გადაწყვეტილებებს. ჩვენი ჩატის სახელებს ხო ეხლა? თვითნებურად იგებს ხო გადაწყვეტილებებს. ხო. შენ რო ჩვენი ჩატის სახელებს ხო ეხლა იცი? ჩვენ ჩატს ქვია ქვია ჩვენი ჩატს. ცოტა სხვანაირად უნდა თქვა. აი იქაც რაღაცა ეს სექსუალური ისენია. როგორ? ოღონდ ვისი ფრაზა იცი? ხიდეშას. აი ეგეთების გამოჩენება უკვე. ჩვენი ძმა. ხოდი აჯიკაჭა. ხიდეშას უხდება. ხიდეშას გადაობს ხოლმე რაღაცას და მაგის მეგრე. და დამწარია. არა. ხიდეშ გვიყვარ ხარ შედამპალო. ეს კლასიკი არის. სხვა შორს უყურე? ხო. მე აჯიკა მაგას. ერთ-ერთი. ამას შაქარი. ერთ-ერთი ჩიპსი არის Flix Classic, რომელსაც აქვს 0 შაქარი, ხე? ერთ-ერთი ან Flix Classic-ის გარდა ყველა სხვა Classic Chips აქვს შაქარი და დიაბეტიკებისთვის შეიძლება რა. შეიძლება ჭამ. 0% ორი ცხიმი და კარგია რა. მაგრამ ის არის, Kinder Surprise-ვითაა. ზოგი მარილიანია, ზოგი საშუალო. მიაწოდე ბიჭო, კაც ანაირად გიდევს ისა. შე Gangbang-ში აქეთ კითის რო აქვს. ასე უკვე. შენ ისა ვაფშე პარკებით მოგიტანეთ. ეს ორი პარკი. ესე ადრე რომ მომიწვე გადაცემაში ლაივში ფულს მოიგებდი, მაგრამ ეხლა ჩიპსები იყო ჩიპსები, მაინც ჩიპსები უნდა მეყიდა მაგ ფულს. ოპა, კაი კაცი ხარ. ბიჭო, ხო და ბავშვობაზე რო ლაპარაკობდი რა, აი. თან ეს. ბავშვობაში მე რო ეს ბავშვობის ფოტოები ხოიდება რა და ჩემი ბავშვობის ფოტო რო დადოთ, ახლა მე რო დავამთავრე სკოლა მაგ პერიოდის ფოტოს ხარისხს ჯობია ბენის ძალიან ბავშვობის ფოტოს ხარისხი რა, იმიტომ რომ ბენი რო იყო, რავი, 10 წლის, უკვე რაღაც full HD ფოტოები იყო და ბენის ასაკში მე და შენ მქონდა ის ფოტო რა, რეტრიკათი გადაღებული რა ქვია, რაღაცა, იმით რომ როიფარებდნენ თავზე და ხო, რაღაც ეგეთით ვიღებდი. ხო, არ იყო. ხო, იყო. რომ წელს იყავ შენ 10 წლის? 10 წლის მე ვიყავი 2004 წელს შეშე. 2004 წელს იყავი 10 წლის. 2004 წელს მე უკვე უნივერსიტეტში კავერს თამაშობდი. და 2004 წელს მე ასე კონტო კვერცხებით მიღებდა ფოტოები. რა წესი იყო ბიჭო ეგ ეს? ჩემი ფოტო არ ჩახტინე და ესე შუა ქალაქში არის ხუმრობა რო ტიტველი ფოტო არის ხვაზე ხარ და უი ნახეო მარიკას ბავშვობის ფოტო და ირა 30 შილობს ირაკლი ეგ მე ვარ და დააკვირდა ესე უყურე ფოტოს და უი ხო მე 10 წლის ვიყავი სიტუაციური ხუმრობები იყო ხო მე 10 წლის ვიყავი 2012-ში მაგრამ სწორებდა რა ის რო გაკეთეს დაუშვათ სიტკომი აქ შანსი კი on მაგარი სცენარისტები უნდა. მაგარი უნდა გაკეთდეს და მაგის რესურსი მგონია რომ არ არის. ბიჭო, იუთუბერების ფილმები გადაიღეს, სერიალები გადაიღეს. სიტკომი რატო არ არსებობს? ფილმები რომელია? ბიჭო, ყველა იუთუბერს აქვს მათ შორის ალბათ უფრო კამეო. ყველა ჩვენ იუთუბერს აქვს ეგოები ისეთი, რომ ფილმები რომელია? მგონია რომ სახიობები ვიქნებოდა. ხო, რა და კარგი სცენარისტები ვიქნებოდა. რომ დავაწერ რომ ფილმია და რაღაც სერიალები არის, რომ სერიალები ქვია. არ არის სერიალები. აი ხა ას ფილმი არა. კაცები ხო მაგრები არიან. ნიჭერები არიან, მაგრამ ის რო გააკეთეს, რა ქვია, მოკუმენტარი რო გააკეთეს იდეაში. მოკუმენტარი სხვა ჩაუვარდათ რა.
როგორ ჩავარდათ? ანუ არ ქონდა გამოხმაურება. მეც ვერ ვნახე. მე მითხრეს რომ გერმანია არისო კარგიო და ეგ ნახეო, ანუ მაგარი ფანები ვინც არიან, რომ გერმანია იყო კარგიო და ამერიკაში ერთი-ორი კაი ხმურობაო რა და ჩაუვარდათ რა, ანუ რომ არც ნახვები ქონდა, არც კარგი გამოხმაურება ქონდა. ძალიან ბევრი კრიტიკა იყო და მოკუმენტარი არა ის რომ ნიჭერი ხო, მაგრამ მაგას ხო კაცების ფილმი ერქვა. ხო, მაგრამ მოკუმენტარი იყო. ალბათ რომ გაყიდო რა სახელი. ხო? ხო, მაყურებელს თორე მოკუმენტარი არის დოკუმენტურ სტილში, ვაკეთებ კომედიას, მაგალითად ოფისი რო არის. კომედია რატო კაცო? კი, მოკუმენტარი არის პაროდია დოკუმენტურს. კომედია ნებისმიერ რაღაცა შეიძლება. არა, დოკუმენტური ფილმი პაროდია, მოკუმენტარი. მოკ არის, მოკ შენ ხო ახალგაზრდა ტიპი ხარ. რა არის მოკუმენტარი? მოკინგ არის პაროდია. მოკინგბედი, მე რა? ხო, მოკინგბერდის მაქედანა პაროდია. ანუ მოკიუმენტარი ნიშნავს რომ ანუ დოკუმენტურს. ჩვენ რო ეძახეთ მოკუმენტური ფილმი ხდება ქართულად, მოდეს ვთქვათ რა. არა, Netflix-ი არის განყოფილება, დაჟე მგონი, მაგ მოკუმენტარის. ოფისი არის მოკუმენტარი. არა, ხო, არ არის სიტკომია რა. კი, ხო და ნახე მოკუმენტარი არის დოკუმენტური ტიპის რაღაცა სხვანაირი ტიპია რა. მე მგონია რომ ოფისი არის სატირა. რაღაცა ირონიული ყლება არის. აუ ოფისზე მაგარი სიტკომი არ არსებობს. Change my mind. იმენ არ არსებობს. აი უყურე, მაყურე მოკუმენტარი სიტკომ ჩაწერდა პირველი და სიტკომი არა. ოფისი მოკუმენტარი ჩაწერე. აი. ფრენცი გევასებათ? ბიჭო, ეხა გეტყვი მოკუმენტარი. არ უყურებ. აი მოკუმენტარი და ფოტო მოკუმენტარი. ეგე ბორატი ოფისი ნახე? მოკუმენტარი ბორატი ოფისი. ეგეც მოგეუბნები. ისა what we do in the shadows. ეხა ის როაკეთებს, იმის როაკეთებს, ვარდო საინძე როაკეთებს ეხა. მე მგონი ეგ სატირა არის. მოკუმენტარი ეგეც. წოველები სატირა არისო პირდაპირ. აუ და არის ის ხო და ვარდო საინძეზე კარგად ვიცი რამენაირად ხა. ხო თამაშობ მან. ეგ ბევრი იუთუბერი თამაშობს, ხო? შენც ხარ? ეს ამან ბევრი მოითხოვა ანაზღაურება. ოზიც არის როგორც. ხო და ბავშვები და რა გენატრებათ, რა მაინტერესებს? ბარმენია. ვამპირია? ბარმენია. ვამპირი. წოველი ვინ არის? წოველი არის კი. აინდაი. ბარმენი მწოველი არის. მან მე დამირეკა ვარდო საინძემ და მითხრა რომ წოველათო თუ გინდაო რა. მართლა? მეთქი ბიჭო ვის თარეკა. მე არა, მაგრამ საბასლარად გეტყვი. დარწმუნებული ვარ გვიყურებს. ნომერი მივეც. აუ, ბიჭი, გეყვეთ. ლიკაკია. აუ, ჩერი. ბიჭო, ბავშვობიდან რა გენატრებათ მაინტერესებს? გინდა ეხა მაგარი ვთქვა? მიდი. ჩანჯი მოხდა. სახალი. სოხუმი. ისა აფხაზეთი. ის სახლი მეატრება კონკრეტულად თორე. გან რაღაც. პოსტა იმენა ის სახლი. გაყიდეთ? შეაბიჭო. რა? ხო არა ხარ, აფხაზეთიო. გავყიდე, აფხაზეთი გავყიდე. ჯერი ეცეთ. აი, ისა შევარდნაძემ გაყიდე. რობერტ გალსკი შეჩერდა. არ ვიცოდი, შევარდნაძე ყავდა მაკლერად და რაგან გაყიდე. არ ვიცოდი ბიჭო რა იყო მეთქი სამეგრელოდან მოგო მე შენ გურამ გაბუნია მამა ჩემი დედა ჩემი თავისხდეთ და ჩვენ პატარები ვართ ლაპარაკეთ აფხაზეთს იქიდან მე სოხუმი სოხუმელი 62 წება ჩვენ ეს არ დაჩამო მაშინ ხო არ გახსოვს შვედიაში აფხაზეთის გაბუნიაც ხო ჩვენიანი სოხუმელი ხო არ გახსოვს შენ აფხაზეთი ჩვენ რამდენი რიცხება მახსოვს კი 45 ლარი და ვიყავი სხვათა შორის მართლა 2000 წელს ან 2001-ში შენ მეგობარი იყო ეხლა დაურა ლამაზია ბიჭო ოღონდ ვერ გავჩერდი დიდხანს იმიტომ რომ დაგერხევაო თუ არ დაბრუნდები უკან შენ მეგობარი იყო ეხლა რა და ფოტოები ჩამიგდო და წამომიღო რუსული კოკა-კოლა წამომიღო იქიდან და ვერ მივაკითხე მოკლედ რომ გადმოგიტანა საზღვარზე ხო იცი რომელი ის მაინტერესდა მაგათ რაღაცა კოლა რო დაარქვეს რაღაცა რეალ კოლა თუ რა რაღაცა კოლა დაარქვეს რა მახსოვს რა და მეთქი რა არის იცი და მოინტერესდა ბიჭო ძალიან ლამაზია ოღონდ როგორი ლამაზია იცი რომ 90 არაფერი გაკეთებული არა 90-იანების ლამაზი ანუ 90-იანების ლამაზი მაგრამ იც მომეწონა ბიჭო რომ აი როგორ ეტყობა რომ урბანიზაცია არის სულ და მახინჯი корпуსები და რაღაც აი ის არის საბჭოთა კავშირის დროინდელი რაღაც მე აი ახალი ჩათხელი корпуსები რო არის და ხო ხტები იმ ძველ ეგრე აქეთ სამეგრელოშიც არის კაია მე
ზუგდიდი ძალიან ლამაზია, აუ ქუთაისი ძალიან ლამაზია, რა ვიცი როგორ შემეშინდა. რა. არ მეგონა საქართველოს რო ვიყო. ბატონო. ზუგდიდში ხო ვიყავ ერთხელ გადაღებაზე, ქართულად არ მელაპარაკებო და არავინ, სანამ არ მეუბნებოდი რომ ამიჩქმედი. ანუ ყველას მეგონე მეგრელი, ა ბიჭო. გუში მაგ ტაქსში ვიყავი რა გუშინ და შენო მეგრელი ხო არა ხარ ბიჭო, კილო მაქვს ზოგჯერ კილოს იმაშვები ხოლმე რა და რო ლაპარაკობდი, მეგრულად მელაპარაკებოდნენ რა და მე ვამიჩქმეთქი რომ ვეუბნებოდი, მე მეუბნებოდნენ ისა ქართულად. ვამიჩქრ არის? არ ვიცი. I don't know. I don't know. No English. No I don't English. speak Megrelian. მე მენგრელიან. Family Guy შენ მაგარი ხმარო და Family Guy. ში ვიყავი ძმა, მაგარი რაღაცები ჭამე. აუ, ერთი შემსარული. ეხა დაიდება ვიდეო. ფოტოში მეც მithos ერთი ძალიან მაგარი სამზარეულო და შემდგომი ჭველი მანდი ყავი, იმენა მაგრა აქებენ. ქუთაისიდან ჩადის. მაგიდიან უნდა ჭამო. არა ქართული სახელი ქვია რესტორანი. ხო და ქუთაისიდან ჩადის ხომ ჩემ მეგობრებს. მაგიდიან უნდა ჭამო ახლა ხო მეგრულები უნდა ჭამო მაგ. Family Guy შე როგორი ხმარო ეცი ხა I don't know რო ამოდით. ეს არა ქვია მანქანაში შედან და მექსიკელი ზის რა და რაღაც ეკითხება და აიო მე მექსიკელი ვარ ეს ინგლისურად პასუხობს და რაღაცას პასუხობს და ვაუ ინგლისური იციო არა მხოლოდ ის ვიციო ინგლისურად რაც გიპასუხო და კიდე ისო რასაც ახლა პასუხობ მეტი ინგლისური არ ვიციო და კაი ხა მე გადავები ხო და გე ანუ გე ანუ მართლა ის ორი სტილადება და ინგლისურად და ძალიან საცილო ხუბრობა არის სხვათა შორის საუს პარკმა წაშალა ბოლო ეპიზოდი. რატო? ჩარლი კირკეზე ქნეს რამე? ხელოვნური ინტელექტის ისინი. აერორებს ხოლმე რაღაცები. არა. ხელოვნური ინტელექტის თვისებები აქვს. მაინც. აი რაღაცას ხო იტყვი რა? ან სიტყვას, ან წინადადებას, რაღაცა და twin იწყებს გადახარშავს და მე ამბობს. და მე რაღაცას იხსენებს, ან ამბობს, ან რაღაც. გახსოვს რა დავლიეთ. ო გიხა. დავლიეთ და ამოხსენი, ეს კაცი ამოხსენი და. დავლიეთ და ChatGPT-ს ურეკავთ. ChatGPT-ს. თქვენ რა ბოზებში დარეკეთ? ხო. ChatGPT-ს დაურეკეთ თქვენ, ხო? ბოზების მოგენა დარეკეთ ChatGPT-ს თქვენ, ხო? მე მამამმა თქვა პოდკასტი ვერ დაიდო სამწუხაროდ ჩემი შეცდომის გამო, მაგრამ ადრე რომ შენ რო თქვი, ადრე ის რო იყო ტრადიციო ბოზებში რო ეკავდნენ, რო დათრებოდნენ, ახლა ჩვენ დავლიეთო და ისო რა ქვია. ChatGPT-ს ლაპარაკები. მე შენ გაბუნია და ის რო ვიყავით კი. მახსოვს კი. რაზეებად რე ChatGPT. ხუმრობები გითხარიო და რაღაცაო და გახსოვს კომპიუტერის შორის ვარ თქვენ ჯვარი გწერიათ და ბევრ ეგეთ გადაცემაში ვარ ნამყოფი რომელიც არ დაიდო და არ გამოვიდა თუ რა. რატო? რა ვიცი მე. არა მე ძალიან ცუდი რაღაც მომივიდა, რა მომივიდა, იცი, პირდაპირ ვთქვა. ელგატო ჩემი ისე ხო იცი კამერას ვარ ერთი ლეპტოპზე. მასე გადავიღეთ და OBS-ი იყო დაყენებული იმის აქვე მონიტორის სკრინის რეზოლუციას და 720p იყო double bitrate-ში. და ვაფშე გამოსახულებას ჰქონდა დარხეული. კი, აი ხა ლიზა გვიყურებს. ეგ არის ჩემი არა. როგორ? ლიზამ ყველაფერი გაიგო რას თქვი. დარწმუნებული ვარ გვიყურებს, მოკითხვა აქედან და გვეწვიე, გადავიხდით. არა, მადლობა. არა და არა. გადავიხდით და ვერასდროს ვერ გვეწევა ეგ ადამიანი, შანსი არ არის. ანუ ჩვენი გადაცემა ძალიან ბევრი ადამიანს არის ღია რა. რომ ბევრი ადამიანს open mic-საც უაზრეთ და ობიექტური აზრის მოსმენაც გვაინტერესებს, მე მათი საუბრიდან გამომდინარე ხალხის კრიტიკასაც იმსახურებენ ხოლმე, რომ ჩვენ შეიძლება ვიღაცას ვასხავთ, ვიღაცას რაღაცა. აი ეგ ადამიანი ჩვენთან არ ამოვა, იმიტომ რომ არ გვინდა და მაგით. ისა, ხო და მართლა ბავშვები და რა გინატრებათ. ძალიან თქვი და მაინტერესებს. ხო, ამა სახლი. ხო, ნახე სახლი და როგორ გითხრა რა. აი ძალიან ისეთია რა. კი შეიძლება ეხლა ამ სიტუაციაში არაფერი და ყველაფერი კარგად არის და რაღაცა, მაგრამ აი რაღაცა გულში ძალიან დიდი ადგილი უჭირავს და ყველა აფხაზეთიდან ვინც არის, ალბათ ყველა ეგრეა რა. ნუ მე საშუალო მესმის. ვინმე განსხვავებულა რა? საშუალო მესმის. ხო, ვინმე განსხვავებულა აფხაზეთის მესის რა რაღაცას უჭირავს დიდი ადგილი და ეს ძალიან დიდი ტრაგედია არის, რა ვიცი. ბიჭო, აი აფხაზეთი კი რა გეტყვი ხა საბოლოო. ახლა არის სხვათა შორის მალე აფხაზეთის სოხუმის დაცემის დღე. 13-დან 27-მდე. ხო. ბიჭო, უყურე რა ხდება? ეხლა საბოლოო არის სოხუმის დაცემის დღე? ანუ ეგ პერიოდი იყო. ანუ ეგ ომის პერიოდი ხო? ხო, არა, ომის პერიოდი უფრო დიდი ხანი იყო. ხო, არა, აი პერიოდი იყო, აი ბოლო დღეები. ხო, აქედან ხო და მე გურამგაბის კიდე ძალიან მიყვარს და ხშირად ვიყენ ხო მაგის ფრაზას რა ეს ნიკა გადავიჟიზნის რომ რო თქვა რა სეგვილისინ და გამახსენდა ხა. ChatGPT რო თქვი. ბიჭო, საბედნეთში ვიყავი რა 5 დღით და
მე მიმით შემხვდა რა, ხშირად არის რომ ვაგინე ამოუგდო ის. ბიჭო, არა, იმაზე რო თქვა, ზუსტად აფხაზეთზე გეტყვი. კი, არა. რომ შესაბერზეთ გენა. საკა ხო გიგინებია რომ აკაურობის დედამ. არასოდეს მამა. აი როგორ არა. საბერძნეთზე რა. გეტყვი ახლა, აკაურობის დედამ. გაბრაზებულზე როგორ არ მის. აი მე ზიზღება და ხო იცი რომ გულში მე მაქვს საშუალება რომ წავიდე, მაგრამ არ წავა. ხო გითქვამს. როგორ არ მithქოს გაბრაზებულზე როგორ არ მithქოს. გარკვეულ სიტუაციებში, მაგრამ ნახე ხო ანუ გულით არასოდეს. აი მაგას შამობ. უკვე მე გადაფასება ყოველთვის ხდება კი. აი ხშირად უფრო მე ზიზღება, აკაურობა წავს. ო განა საქართველოს მე ზიზღება ბიჭო. ხალხი დიაზრო და არა, ხალხიც არა ბიჭო, გარემო ბიჭო, რაღაც ესეთი ტოქსიკური გარემო შექმენი და ყველა ესეთი ის რომ ხო, მაგრამ ბიჭო, საბედნეში ავიყავი, მაგრამ გამიწოთა იქ ყოფნა, იმიტომ რომ აი ჩემი ძმაკაცთან ვიყავი და ის ზოროს ხუდი დაითრია, რომ ზორო იქ არის რა ქვია. ზორო არა, ბოდიში. დამაწყდა One Piece-ის პერსონაჟია და იმის ხუდი დაითრია და ქუჩაში რომ მივიდეთ, კაცშვილი ზედა რო უყურებდა. ა ლუფის ძმაკაცია მეორე ათვალე სათოლეები უკეთე დამავწდა. ლუფის ხუდი არ დაითრია კაკრას და ბიჭო, არავინ არ უყურებდა და გაუსწოდა რომ ყველას ფეხებზე კიდე როგორც გენ ისე მიდიხა და ტოქსიკური აქ ხა ვიღაცა ცისფერი შორტი. აქ ზმაო რა შორტი კია რა. აი ისინი ხო იცი? რეზინის ისინი როა რა ქვია კაცო. კროქსი ხო? ხო. ბიჭო, ანუ კროქსი დავითრიე ძალიან კომფორტული რაღაცა ზაფხულში. ძალიან ბაზარი არა. აი მიდიხარ სამოგზაუროთაც ან ბათუმში მიდიხარ დასასვენოთ რაღაცა ერთი ფეხსაცმელი ჩააგდე, ერთი ეს ჩააგდებს. ანუ ყველგან ხმარო ბაბაზანაში, ზღვაზე, აი ყველგან რა და მაგარი რაღაცაა რა და ბიჭო რა გაცვია ეს? აი მე ხა ხომ იყურებენ ქუჩაში. და ანუ როგორც ნაცნობის სახე და ეცნობი და გიყურებს და ბიჭო იმენ მაგაზე გიყურებს რა რომ ხო ბიჭო ანუ ანუ ვერ გეუნება მაგრამ ნუ გიყურებს რა მე გეტყვი რა ფლოსტები შევიდი ძალიან მაგარი ამდენი ინდოელი და ისინი ჩუსტებით და იმით დადიან რა ავიცი იმათ უყურება მე რა მენატრება როგორ ბოდიში გეტყვი რა როგორ ფენსი რესტორანში შევედი ეგრეცი ანუ მე ძალიან გამოწკეპილი ვიყავი და თან მე ყველას სხვებს მაგარი დავცინი ხოლმე რაღაც და მაგრამ პროსტა მანდ ბიძაშვილთან წავსულიყავი მე და კარგად მესვა რა ლამაზად მესვა და ჩემს მაგას ესვა ცისფერი შორტი ფლოსტებიდან წინდები ეგეფარა და რაღაცა ლამაზი მაისურია ეს უბრალოდ და ძალიან აი ფენსის რო ეძახიან ეგეთ რესტორანში შევედი ხო ძალიან და ოღონ იქ ვიღაცა ზოგს მოდურადაც ვარ ზოგი ფლოსტებით იყო და მეთქი რაღაცა ზედარავინ გიყურე არა ფეხებზე ეკიდა და საბედნეში რო ვიყავი საქართველოს მომინატრა და ვატყობ რომ ვერ ვძლებ ბიჭო ხაურობზეში მე ვამხო რა მე 13 წელია green card-ს რო იქნება აქედან წავიდე მაგრამ უეჭველი მაგრამ წარმომიდგენი აფხაზეთზე რაც რომ ეხარა თავისი ენერგია აქვს რა არა მიუხედავად იმისა რომ რა ძალიან პატარა ვიყავი მაგას ვიძახი რა ძალიან პატარა ერთხელაც რო იცი და იქ იზრდებოდი და რაღაცა პატარა ასაკშიც კი რა არაფერი მე ისიც კი მოქმედებს რა მე მენატრება წერეთელი აკაკი მან დავიბადე ვიზრდებოდი და მე გდანში გადმოვიდი საცხო არა ესე გდანზე არანაირი ის პრობლემა მაქვს უბრალოდ ყველა საქმე ბავშვები და რაღაცა არა ყველა საქმე ქალაქში და ძალიან შორი არის გდანინა სიარული წერეთელი აი არა მე რა მენატრება მე მენატრება მაგრამ სკოლა მენატრება წერეთელი არის დაბალზე რა ვახო მეუნება ხოლმე შენ ძალიან სვეცკი ხარო და სნობი ხარო და შენ მარცხენა სანაპირო არ შეგეფერებაო მარჯვენაო ხო წერეთელი არის მარცხენა სანაპიროს წერეთელი არის მარცხენა სანაპიროს მარჯვენა სანაპირო რა სვეცკებს წერეთელი შემთხვევით მარცხენა სანაპიროს არა ეს მეძახიან ეს სნობს ვეძახი ხო ეს ბიჭო ისეთი რაღაცეებზე იქრინჯება ხომ რაც არ უნდა იქრინჯოს რა აი ეგ ხა ეს ბიჭო ასაცრცხო რაღაცას გააკეთე ასაკის თემა შენზე ყური აი მამანზე შენზე რომელი ვიდეოზე მიგია ყველაზე დიდი კრიტიკა მაინტერესებს ერთ აი მაგაზე ვიყავ ძალიან ბევრზე ერთხელ მახსოვს შოტლანდიელებს რო ვეღადავებოდი მაგაზე ვიღაცები წერენ ძალიან სულ კომენტარებს რა აბა მეცვა ხო და ანუ ყაბის გამო არ ვიცი რომ აი როგორ შეიძლება შოტლანდიელების კულტურაზე არა შოტლანდიელებს იცავდნენ ხო და შოტლანდიელმა ერთ-ერთმა ტიპმა ყველას თვალწინ ხო იცავდე რა საქართველოს ჩამოსულმა ტიპმა ყველას თვალწინ ამოიღო და რავი გვაჩვენა იმენა რა კი ხოაზე ხარ ის გაიგე ტრუსიკით და რა აი ეგ რო ეხა მე მენახებინა და რაღაცა არ ვანახე პროსტ მე წავიდო და აი ეს დამპალი ევროპელები ტიპ მანდ მე ჩემი აზრით არის რომ ეგ კომენტარი არა მანდ არის კომენტარები რომ
ტიპმა ამოუშვას რა, ოღონდ რამე დაწეროს, არის ჩაბოღმილი ტიპი, ზის იქ სახში, ნახავს ვიდეოს და ხო იცი აი მყრალი ტიპები რო არიან რა, ადრე ხო იყვნენ ეგეთი ტიპები და აი ყველას რო აჯვავს რა. სოფლის ბირჟაზე და ახლა ინტერნეტი მიეცათ. სულ რო იჯმევინება რა. და ახლა ინტერნეტი მიეცა და გიწერს გაიგე და როგორი თემა იცი, აი ეგ მან დრო სერიოზულად შეყვედა რომ ნახვა რაღაცა ეგ ტიპი ანუ ჩაჯმული ტიპია რეალურად რა. პროსტა იმას რა წარმოდგენა აქვს იცი რომ მე ის არის რა, მესი სახიობი და ის არის და ეხა ეს ჩემზე დროს ხო არ დახარჯავ ჩემ სანახავად. მახარა მოყვა მაგაზე მაგარი ისტორია. მოყელების თემას გულისხმობ რა და რეალურადაც ეგრეა, არ დავხარჯავ დროს რა, დროს არ დავხარჯავ. აუ მახარას აქ მაგარას მაგაზე მოყოლი კაკრას ვიღაც ეგ ტიპი ნახა, მახარას აგინა ვიღაცა და მახარამ შეხვდა და რაღაცა მაგრაცემა რა. და მახარამცემა? ხო რა, ადრე ძალიან და მოყოლილია. ადრე რა, რამდენი წლის წინ. ანუ როცა გამოჩნდა ეხა და არის წლის წინ, კაი. ხო, მაგრამ არ იყო კაც შეჩეული ეხა და ბიჭო, იმიტომ იმან აგინა შორწყო მიაყენა კაც და იმაუნთ რომ ეხა შენ ვინც კოცუთ კომენტარებს გიწევს, რომ ყველას ესე ნახულობ და ყველას ჩხუბები და მივხვდიო რომ ბაზარია რა და სწორი თქვა რა. ეგრე არის ზუსტად ეგეთ სიტუაცია. ნუ ეგ ეხა დაჟე აი ზედმეტია მაგაზე აქაც საუბარია. სხვათა შორის მე და სულხანა ვმუშაობდით ერთად ეს გამო მაგას რო ვიტყვი ჟურნალ ნიანგში. ხო მაგრამ ნიანგია არა ჟურნალი ნიანგის სახელი არა? ვაიმე, აუ რა. ვაიმე. ამას ჩაკოლავენ ეს ვაიმე, არა მოჭრა მკიდია. ნოდარ დუმბაძის იყო შე იდიოტო, ჟურნალი ნიანგი. იმენა და გადაგიულია. არა ეს არა მოიჭრას მკიდია. მე ხარ მაინტერესებს. მე ხარ ვიცი. არა აბა შენ ლაკოსტა გეგონა ნიანგი? აუ შენი აი ხარ გაგა აი მოდი გითხრა. ხო და მე სულხანს ეგ ისე თქვა, რომ ყველა უბანში არის ერთი ჭორიკანა ადამიანიო. რომელიც ამობდა თუ რაღაცებს ამობდა ხოლმე და ვიღაცას აი წააკიდებდნენ ერთმანეთს, ჩხუბს იწყებდნენ რაღაცა, აი ვიღაცის გოგო გაბოზდა, ვიღაცა მის მოკლა, ვიღაცა მიგუვალდა და რაღაცა და ამათ ინტერნეტი რომ მიეცათო, ამათო დაიწყეს უკვე აგრესიის ფქვევა, ცოი ვიღაცამ ცოლი მოკლა და ღირსი იქნებოდა ეს ცოლი ამევიწერა. აი ამდენი ყოფილა რომ ორი შვილის და ქმარმა ცოლი ორი შვილის თვალწინ მოკლა და იმიტომ იცით ეხა იცით ხომ ეგ კაცის გაწყობიდან გამოყვანა მე ჩემ ქმარზე რა იცით იქ რა მოხდა ხო და ამ ადამიანებს ეგ ტიპები არიან ნუ წერენ აგრესიულ კომენტარებს რა ეგაა რა ეგ რა ფენომენია აი ჩარლი კირკი მოკლეს იმის გამო რომ თავისი აზრები გაარსა მათ შორის ბევრი ცუდი ბევრი კარგი იცი ჩარლი კირკი ვინა აი ხო მე არ ვეთანხმები. მანამდე მე არ ვიცოდი. მე 25%-ში ვეთანხმები ალბათ. მანამდე მე არ ვიცოდი ეგ ტიპი. ეხა ვერ ვილაპარაკე. ის მიმაინდა რომ მოკლეს ძალიან ცუდია. ბიჭო, ბევრი რაღაცაში არ ვეთანხმებოდი, ახლა არ დავიწყებ რა შევეთანხმებოდი, რა შევეთანხმებოდი. მაგრამ ბევრი რაღაცას ამოდა ძალიან დაჟე ადამიანურიც არა, კონსერვატიული არა, იმენა ადამიანურიც არა ის რაღაცას ამბობდა რა და. გავიგენა რა ტიპი ამბობს. ხო და მაგას ვამბობ, ანუ ამბობს, ხო არ გისრულებს. არა, ვიცი ხო, მაგრამ ნახე მან სხვანაირი აი რავი ხა. ბიჭო, ადამიანის სიკვდილი როგორ უნდა გაგიხარდეს, აი პუტინი თუ არა, მაგ რაღაცა დემონსტრაციულად დასაჯეს თუ აი რა მოხდა ვერ გავიგე, მაგრამ ანუ მე არ ვიცი ეგ ტიპი რეებს ბაზრობდა. ყუიები ნახე, სადაც ეწერა. აი რა არის ყველაზე ისეთი რა. თუ წაიკითხავ გეიხარო და რაღაცა. ყველაზე ისეთი ცუდი რამე, რითაც ან დაუშვათ, რომ იქ ახალგაზრდებს სწავლავდა და იარაღის შეიძლება უარესი ვინც მოკლა, იმაზე უარესი ტიპები გაეზარდა, ასე ვთქვათ რა. ხო, იარაღზე ქონა რაღაც უცნაური დამოკიდებული იარაღის ტარებაზე, რაღაცა და სხვათა შორის იარაღზე ომზე და რაღაცეები. იარაღზე არაფერი არ არის მაშინ. აბორტები ხო. აბორტის თემაც იყო, რომ თუ გაგაუპატიურესო, აბორტი არ უნდა გაიკეთო. ანუ ეგეც ის მაგას ქონდა ეგ ფაილები და არასაჯაროებდა, აპირებდა და ქონდა და აპირებდა. ეგ შეთქმულების თეორია. ნუ ეგ ალბათ ხო, ეგ შეთქმულების თეორია, იმიტომ რომ რაღაცა შევა მოაბარო, იმას დააბრალო. ეს ბიჭი ხო იცი ვინ ჩაუშვა? ეს ვინც მოკლა? მამამისმა. მართლა? ხო, მამამისმა ჩაუშვა. რატომ მოკლა? არ მომწონსო მაგიზიანებსო მაგის იდეოლოგია რა და ტყუებზე ეწერა 22 წლის ბიჭი იყო ტყუებზე ეწერა დაიჭირე ბელაჩაო ხო ბელაჩაო ჭამე ფაშისტო და ისი რა ქვია თუ ამას კითხულობ გეი ხარ და რაღაცა და რო გაიქცა ტყეში დამალა და დისკორდზე წერდა თურმე თავი ძმა კაცს რო აიღეო იქ მიდევს ორი ნეპალის პრემიერ-მინისტრი დისკორდით აირჩიეს იცი დისკორდით აირჩიეს ხო
ნეპალში ხო გადატრიალება მოხდა. მე ის და პრემიერ-მინისტრი დროებით პრემიერ-მინისტრი პრემიერ-მინისტრი ქურდის კაიპით მონათლეს ვიცი. ხო. ეხა არის იმ დისკორდი. პრემიერ-მინისტრი ნეპალში არის დისკორდი, ბიჭო, აღონდა ეს იყო სოციალური ფორმა იმის, რომ იქ ხო სოციალურები იკრძალა. და იქ ხო ჯენზი მოაწყო გადატრიალება და პრემიერ-მინისტრი არჩეს რაღაც ძალიან დიდი ხნის შემდეგ და ეს არის დროებითი პრემიერ-მინისტრი, სანამ არჩევნები დაინიშნება რა და დროებითი პრემიერ-მინისტრი არჩეს დისკორდით, რა დისკორდ ადმინი. აუ რა მაგარი არასერიოზულ დროში ვცხოვრობთ, აი ძალიან. აუ ხა სკიბიდი ტოილეტებს დადგავს. ელო ტოფაძე რო დანიშნო პრემიერ-მინისტრად. ელო პრემიერად. მოკლედ მაგრა გავერთე, შენ რას ტყვი? არა, მეორე კამერა გაგვითიშა და ერთი კამერა ღოთ. ბენი, როგორ მოგეწონა გადაცემა? მაგარი იყო რა. ვაუ, ბიჭო. ჩემი მესავა. მადლობა ბენის, ჩემთან წაყვანი როა. არა, ბენი ხوات კაში ვარ. ბენის უხდება, რომ არა, ბენის უხდება, რომ აბულინგე მენა საყვარელი კაცი. გევასება ბენი. მაგარი კაცი, ძალიან იჭიერი. აი რა მოგწონს ბენიში. გორი ტროკი აქვს. ბენი არის მაგარი იჭიერი კაცი. არა, გარდა იმისა, რომ გინდა გითხრა? ბენი არის ძალიან სანდო. აი ყურე დავალება მიეცი ბენის რომ ბენი მინდა რომ გადამიღო რაღაცა და დამიმონტაჟო რაღაცა რა დავალებას საძლევ ბენის იმაზე კარგი შედეგს იღებ. კაი მუშახელი ყოფილი. ანუ შენ კაი მუშახელი გაგ. აი დაუშვათ და ანუ შენ ბენის ადამიანობა დიდად არ გაინტერესებს. გაინტერესებს ის როგორ იმუშავებს და როგორ ხო, ბენი, ბიჭო, შენ ხო საქმეში მკითხე ბენი როგორ კაცია. ბუღალტერია თქვენი ცით, ძმაო, ბაზარი არ არის. წარმატებებს გისურვებთ. მადლობა რომ მომიწვიეთ ჩემთან. გადათ ჩემთან იმაში. მოგწონთ ეს? ბიჭო, კი. მაგარი სოდია ძალიან. ვინ გაიკეთა? გორელმა ბიჭებმა გააკეთეს, კედლის მოხატვა არის და რა ქვიათ? ხატავენ, მაგრამ თვითონ ნამუშევრები რაც არის, გამეზამ გააკეთა. გამეზამ მაგარია. ფაილები. არა, вообще მაგარია. და კარგად დაემთხვა ესე რა, გაკეთება და გაასწორა რა, აქ კიდე ბევრ რაღაცას ვაპირებთ და ნახოთ. House party რაღაცა. House party და გამოვიძახებთ კიდეც. კი ბატონო, სამას ლარად. კაი, ძალიან დიდი მადლობა შენ. მაგრა გაასწორა, ძალიან კომფორტული ადამიანი ხარ. საერთოდ და. ხო, არა ვარ დიდად ხა პოდკასტის. შენ ბიჭო არ მიგეკითხება, გაიგე შენ. და ფრიქსი არის ჩვენი სპონსორი. მადლობა ფრიქს, მადლობა მავანს, მადლობა ბენის, მადლობა ჩვენს მაყურებელს. დაალადეთ და გვიკომენტარეთ. ჩარლი კირკსეც ვესაუბროთ კომენტარებში, გავცხოვოთ აზრები და რა ვიცი, უბრალოდ ხვის აზრს ვცეთ პატივი რა. აბა ჰეტე. 13 და. ამას რაში იყენებთ ხო? რაღაცა მიკროფონების რაღაცნაირი. არა, ეს შენი ყოფილა ბენი, მოიცა? არა, წინასწარ. ეს შენია, მოიცა? აი ესაა ჩემი.